ხარ თუ არა სამხედროში ნამყოფი? არა. მიზეზი რა არის? მიზეზი არის ჯერ იყო ცოლი და პატარა შვილი, 3 წელი თუ სამხედრო სავალდებულოდან ვიყავი გათავისუფლებული პატარა ბავშვის გულისთვის და 3 წლის მერე მყავს მეუღლე ონკოლოგიური ჰქონდა პრობლემები, მკურნალობდა კერძოდ ხორიონ კარცინომით იყო დაავადებული და მაგის საფუძველზე არ მივდიოდი და უწყება რომ მომდიოდა ფორმას მიმქონა კომისარიატში და ჩადებდნენ ჩემ პირად საქმეში და მიხდებოდა გადავადება. ეხლა ამ მომენტისთვის მომივიდა ისევე უწყება. იყო რაღაც ბატონ ვალერი თელიასთან და ჩემ გლობალ ტივში თანამშრომლობასთან დაკავშირებული პრობლემები რაღაცა და ეხლა შესაბუძველზე მე თვითონ მეშინია და ვერ მივდივარ, ვერ ცხადდები კომისარიატში ბატონ ვალერისთან. ჩვენ ასეთ შემთხვევაში ვაყრდნობოდით სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ კანონის 30-ე მუხლს, სადაც გადავადების ერთ-ერთ საფუძვლად მითითებული არის, რომ გაწვეულის კმაყოფაზეა ოჯახის შრომის უუნარო წევრი, რომელიც საჭიროებს მუდმივ ზრუნველობას. და აი თუ შესაბამის ფორმაციებში იქნებოდა წარმოდგენილი, რომ აი ეს პიროვნებები, მისი ოჯახის წევრები საჭიროებენ მუდმივ ზრუნველობას, სავარაუდოდ კომისარიატი მას მოხდენდა გადავადებას. ძალიან დატოვეთ ოთახი. კომენტარს გაგვიკეთებთ? არა, ვითარ შემთხვევაში. მიტომ. დატოვეთ ოთახი. თქვენ ბრძანდები ჟურნალისტი და არა ის კომპეტენტური პირი, რომელიც ერევა ჩვენი სამსახურის შიგა კანონებში. ამიტომ დატოვეთ ძალიან. და განვიათ ვალდებული კარგად ვანდები. ხო?